მოგესალმებით, დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონი მზია კერვალიშვილი, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ექიმ-ფიზიოთერაპევტი და რეაბილიტოლოგი, რომელსაც 34 წლიანი გამოცდილება აქვს მუშაობის. მოგესალმებით, ქალბატონო მზია, როგორ ბრძანდებით? სასიამოვნოა, მადლობა, კარგად. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემი სტუმარი თქვენ ბრძანდებით. მოდით დავიწყოთ თავიდან. რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა და რატომ ფიზიოთერაპევტად და რეაბილიტაციაში? ზოგადად ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ექიმობა, თეთრი ხალათი. სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ღრმად დავეუფლე ამ დარგს, შევისწავლე და აღმოჩნდა, რომ იყო ძალიან საინტერესო. უფრო მეტად საინტერესოა იმით, რომ მე შეხება მაქვს სხვადასხვა პროფილის პაციენტებთან, ეს იქნება თერაპიული, გინეკოლოგიური, უროლოგიური, პედიატრიული, ტრამატოლოგიური, რევმატოლოგიური, ასევე ონკოლოგიაც. ამ პაციენტებთან ერთად ხდება სარეაბილიტაციო კურსის შერჩევა, შემდეგ ხდება მათთან ურთიერთობა, მეთვალყურეობა მკურნალობის პროცესში და მკურნალობის დასრულების შემდეგ ვაფასებთ მკურნალობის შედეგებს. მათთან ერთად მართავთ მათ დაავადებას და ამდენად თითოეული პაციენტი არის ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ერთ-ერთი ცენტრია საქართველოში, რომელიც ძალიან ფართო სპექტრით არის ფიზიოთერაპიაში განვითარებული და გვაქვს უამრავი აპარატურა, ბოლოთაობის თანამედროვე აპარატურა. რა სახის აპარატურები არის? ჩვენთან არის როგორც BTL-ის ბოლოთაობის აპარატურა კომბინირებული თერაპიებით, ასევე ელექტროთერაპიების სხვადასხვა სიხშირის მოდულირებული დენებით, როგორიც არის ჯიმნას აპარატი, ოსცილაციის აპარატი, სტერეოდინატორით თერაპია, ტეკარ თერაპია, დარტყმითი ტალღური თერაპია და სხვა კიდევ მრავალი. უფრო ცოტა ვრცლად რო ვისაუბროთ, რა დაავადებებს კურნავს ჩვენი ფიზიოპროცედურები. ესეთი აზრი არსებობს, თითქოს ნაკლებად სარწმუნო არის ფიზიოპროცედურები. ამაზე რა შეგიძლიათ გითხრათ? ნამდვილად არ დაგეთანხმებით, რადგან ჩვენთან ძირითადად მკურნალობა მიმდინარეობს, მაგალითად ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნევრასთენია, სხვა ნევროზული მდგომარეობა, რადიკულიტები, რადიკულიტონევრიტები, სხვადასხვა ლოკალიზაციის ნევრალგიები, კოქსართროზები, განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში მოგმართავენ პროტრუზიები და მალთაშუა დისკის დიაქარი, სპონდილოართროზები და ჩვენთან ჩატარებული კვლევების შედეგად მათ უმცირდება ტკივილი, ფუნქცია აღდგება, მობილურობა მატულობს, ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება და მე მგონი ეს სრულიად საკმარისია, რომ იყოს დამარწმუნებელი იმით, რომ აუცილებლად საჭიროა ჩაიტარონ ფიზიოთერაპიული აპარატურით მკურნალობა, რომელიც გაუმჯობესებს მათ ცხოვრების ხარისხს და უფრო მეტად კიდევ ტკივილს შეუმცირებს, ანთებას აულაგებს და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში ერთვებიან. დაახლოებით, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია დაავადებიდან გამომდინარე და ანამნეზიდან გამომდინარე, მაგრამ დაახლოებით რამდენი პროცედურა სჭირდება პაციენტს? პაციენტები ჩემთან ძირითადად მოდიან უკვე დიაგნოზ დასმული და ჩვენთან ხდება სარეაბილიტაციო კურსის შერჩევა. ეს ხდება დაავადების სიმძიმის და მდგომარეობიდან გამომდინარე. პროცედურების რაოდენობა კურსის საშუალოდ არის 10-15. ამ კურსის დასრულების შემდეგ კიდევ საჭიროა ზოგიერთი პროცედურის ჩატარება 3-6 თვის განმავლობაში და შემდეგ უკვე წელიწადში ერთხელ უკვე გარკვეული შედეგები დაიდება მათი მკურნალობის მიმართულებით. მე მინდა ასევე ვისაუბროთ დარტყმითი ტალღური თერაპიის შესახებ, იმიტომ რომ საქართველოში ესე ვთქვათ, ეს ძალიან იშვიათი აპარატურა არის. აი რა დაავადებებზე მუშაობს ეფექტურად დარტყმითი ტალღური თერაპია? დაგეთანხმებით, ეს არის მაღალეფექტური არაინვაზიური მეთოდი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ძვალსახსროვანი პათოლოგიების დროს. უფრო მეტად პროტრუზიები, პროლაფსები, მალთაშუა დისკის დიაქარი, სხვადასხვა სახის სპონდილოართროზი, მხარბეჭის პერიართრიტი, ტენდინიტები, ქუსლის დეზი, პლანტარული პასციიტი,
დარტყმითი ტალღური თერაპია ეს არის მცირე სიმძლავრის აკუსტიკური დარტყმითი ტალღა, რომელიც იწვევს ქსოვილების მიკროტრაუმატიზაციას, ხდება კალცინირებული უბნების რღვევა, გაწოვა, ამის ფონზე ანთება ლაგდება და ტკივილი მცირდება, ქსოვილი ხდება უფრო გამჭვირვალე. დარტყმითი ტალღური თერაპიის კურსის რაოდენობა არის 3, 5, 7, 10 დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე და ტალღების რაოდენობა, დარტყმითი ტალღების რაოდენობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით. პროცედურა არის უმტკივნეულო და არ საჭიროებს პაციენტის წინასწარ მომზადებას. არის ალტერნატიული მეთოდი ქირურგიული ჩარევის. Სუსტად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა პროცედურა არის უმტკივნეულო, იმიტომ რომ ადრე დაახლოებით 15 წლის წინ ჩვენ მქონდა ძველი რუსული აპარატურა და რაღაც შეგრძნებები იყო. მე როგორც პაციენტის მხრიდან გეუბნებით. ხშირად არის ესეთი შემთხვევა, რომ თქვენთან რომ მოდიან პაციენტები, იძახიან, რომ არ გვაქვს ტკივილი, ვერ გვგრძნობთ ვერაფერს. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? იცით, არის პროცედურები, რომლის დროსაც შეგრძნება არ უნდა იყოს, მაგრამ ის აპარატი და ის თერაპიული ეფექტი პაციენტზე მოქმედებს. არის პროცედურები, რომლებიც იწვევს ვიბრაციას, პაციენტს აქვს შეგრძნება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კომფორტული და სასიამოვნო შეგრძნება. არც ერთი პროცედურა არ არის მტკივნეული, გამაღიზიანებელი და ყველა პროცედურა არის შესაბამისი თერაპიის ფონზე შვიდ მდგომარეობაში მიმდინარეობს. ყველაზე მეტი პაციენტი გყავთ თქვენ უფრო სპორტული ტრავმები და ძვალსახსროვანი სისტემის მიმართულებით. აი ამ ორზე ცოტა ჩაშლილად, ვრცლად რო უამბოთ ჩვენს მაყურებელს. მოგეხსენებათ ამ ბოლო ხანებში უფრო მეტად ამ სხვადასხვა სპორტული აქტივობების ფონზე სატრენაჟორო დარბაზებში თუ სპორტსმენებში ხშირად ხდება ტრავმები. ასევე მოგმართავენ როგორც პოსტტრაუმულ პერიოდში, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში. ამ ხრივ განსაკუთრებული ეფექტურია ტეკარ თერაპიის პროცედურების ჩატარება. ეს არის ბოლო თაობის აპარატი, რომლის საშუალებითაც ძირითადად სითბური თერაპია აქვს, არის ელექტროთერაპიისა და დიათერმის კომბინირებული მეთოდი. ამ მეთოდს აქვს უპირატესობა სხვა სითბურ თერაპიულ პროცედურებთან შედარებით, რადგან სხვა სითბური ფიზიოთერაპიული პროცედურები არ შეიძლება ჩატარდეს ტკივილის პერიოდში, რადგან ანთება და შეშუპება გაძლიერდება. ხოლო ამ თერაპიის ფონზე ხდება სითბური პროცედურის წარმოქმნა ენდოგენურად უშუალოდ ქსოვილებში, ლიმფოდრენაჟი უმჯობესდება, ქსოვილთა ჟანგბადით მომარაგება უმჯობესება და ტკივილის სწრაფად ქრება. ერთ შეგეკითხებით კიდე ოსტეოსინთეზის შემთხვევაში, ანუ ხშირ შემთხვევაში, როცა პაციენტს აქვს მეტალი ჩასმული, იძახიან, რომ უკუჩვენებაა და ფიზიოთერაპია არ შეიძლება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერევით აპარატით, ეს არის ღრმა ოსცილაციის აპარატი, რომელზედაც განსაკუთრებული შედეგები დაიდო ჩვენთან. ეს არის პროცედურა, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ტკივილის ალაგებას, სის ჩაქცევების გაწოვას, ნაწიბურების წარმოქმნის პრევენციას და ერთადერთი მეთოდია, რომლითაც ჩავერიოთ ოსტეოსინთეზის შემდგომ რეაბილიტაციაში და ამ მეთოდის ჩართვა ოსტეოსინთეზის შემდგომ რეაბილიტაციაში სწრაფად აუმჯობესებს რეაბილიტაციის შედეგს და გაუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს პაციენტის. რა თქმა უნდა, მე ეს ყველაფერი მივიცი, მაგრამ მინდა რომ ფართო საზოგადოებამ გაიცნოს და გაიგოს თუ რამხელა შესაძლებლობები გააჩნია ფიზიოთერაპიულ კურნალობას და რამდენად ხშირად ნიშნავთ მედიკამენტებს. ჩვენთან ძირითადად პაციენტები მოდიან უკვე დასმული დიაგნოზით, ჩვენთან ხდება უკვე ბუნებრივი მეთოდით მკურნალობა, ირჩევა ფიზიოთერაპიული და ასევე სარეაბილიტაციო კურსი, რომელშიც ჩართული არის კომპლექსურად ტალახით მკურნალობა, პარაფინოთერაპიით, ჰიდროკინეზოთერაპია, აკვაერობიკა, სამკურნალო მასაჟი და ეს ყველაფერი ერთად კომბინირებული მიდგომა აუმჯობესებს გამოუმჯობესებას იწვევს დაავადების სწრაფ განკურნებას. თქვენ როგორც ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი, რას ურჩევდით
მომხმარებლებს, ადამიანებს, რომლებიც ძალიან დიდხანს ატარებენ კომპიუტერთან ან პირიქით უწევთ ხშირად ფეხზე დგომა. ადამიანებს, რომელთაც აქვთ დატვირთული ცხოვრების რეჟიმი, ურჩევდი რომ მოგმართონ, ჩაიტარონ პროფილაქტიკური სარეაბილიტაციო კურსი, რის ფონზეც მათ მოეხსნება დაღლილობა და სტრესის სინდრომი, გაუმჯობესდებათ კუნთოვანი კორსეტი და ამის ფონზე აიცილებენ მრავალ დაავადებას, რომელიც შეიძლება მომავალში განვითარდეს და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდებათ. როგორც ექიმს, რა შეგრძნება გაქვთ მოდის პაციენტი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და ბევრი ყოლია ესეთი და რამოდენიმე პროცედურის მერე მიდის სრულიად ჯანმრთელი. პირველ რიგში პაციენტთან ერთად ის რაც შეგრძნება აქ იქ ტკივილი შეგრძნება ის გადმოდის ჩემზე და პირველ რიგში ვცდილობ რომ პაციენტს როგორმე დავეხმარო რომ სწრაფად მოუხსნათ ტკივილი და შევაჩეროთ პროცესი და ამის შემდეგ უკვე იწყება მისი მდგომარეობის გაუმჯობესება. პირველ ეტაპზე ვიბრძვით რომ შეჩერდეს დაავადება და შემდეგ მას უკურნალოთ. და ბოლოს შეკითხვა მექნება, რატომ უნდა აერჩიონ პაციენტებმა და მომხმარებლებმა თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი? ალბათ ბევრი უპირატესობაა ამით ჩვენ კურორტს, რადგან უპირატესად მდებარეობით რომ მდებარეობს ქალაქის ცენტრში. აქ შეიძლება ჩატარდეს ველნეს პროცედურები, ასევე უმკურნალოთ სხვადასხვა დაავადებებს და ყველაფერი ეს დროულად ჩატარებული ჩვენ გვაძლევს ჯანსაღ, ლამახ სხეულს და ჯანმრთელ სიბერეს. ქალბატონო მზია, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის.